ხშირად როდესაც ბავშვებთან ერთად თქვა სამუშაო პროცესში ესე მათ თავიანთ სურვილებზე ყვებიან ხოლმე და გვაქვს ხოლმე ესეთი რაღაცა გაიხსენე შენთვის ყველაზე ბედნიერი დღე ან რაღაცა ყველაზე კარგი მოგონება რა გიყვარს ყველაზე მეტად და უმეტესად არის ხოლმე რომ უყვართ ოჯახთან ერთად გატარებული დღეები და ასახელებენ და ახსოვთ და ხშირად ამბობენ რომ აი ძალიან უნდათ მშობელთან გატარებული დრო. ოღონდ ისეთი არა, როგორცაც ჩვენ შეიძლება მშობლები ვთვლიდეთ, რომ აი ერთად ვატარებთ მაგალითად, რომ რაღაცა ერთ სივრცეში ვართ, ერთ სივრცეში ყოფნა არ არის ერთად დროის გატარება. ერთად დროის გატარება არის, აი პირისპირ, როგორც ახლა მე და თქვენ ერთმანეთ თვალებში ვუყურებთ და ამ რეალობაში ამ წუთას განვიცდით ამ ერთობას, აი ასეთი თამაშით, კონტაქტით, სეირნობით და რაღაცა აი ეს ძალიან უყვართ და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ნებისმიერ ასაკში სხვათა შორის ახლა ხშირად არის რომ განსაკუთრებით მოზარდი შვილები რაღაცა ეტაპის მერე ცოტა დისტანცირდებიან ხოლმე მშობლებისგან, ხო რაღაცა ჩვენც მაგ ამბავს გავდივართ და მინდა ვთქვა რომ და აქვე მინდა მხარი დაუჭირო ყველა მშობელს, ვინც ამ პროცესს გადის. კაია, ვიღაცა მშობლებს რო გიჭერს ხარს და მარტო ბავშვებს არა. მე სულ ვამბობ, რომ მშობელს მეტი მხარდაჭერა შეიძლება გვჭირდებოდეს რაღაც გარკვეულ ეტაპზე, ვიდრე ბავშვს სჭირდება იმ წუთას, იმიტომ რომ მათაც ჩვენიდან გამომდინარე აქვთ ხოლმე რაღაცა გარკვეული სირთულეები. და ეს მინდა რომ რაღაცა ძალიან კარგად გავიაზროთ ერთად ყველამ, რომ არ არის ცალსახად ბავშვი ამოვარდნილი, ასე ვთქვათ, ცალკე ადამიანი. ის არის მთლიანად ოჯახური სისტემის ნაწილი და ძალიან ხშირად ბავშვის პრობლემები არ არის მხოლოდ ბავშვის პრობლემები და ბავშვი ამ პრობლემის გამოტანით, ასე ვთქვათ, და გამოჩენით მთლიანად მთელი ოჯახის რაღაცა აი ამ ფარულ საკითხებს ავლენს ხოლმე.